დიაგნოზი არის ასეთი, რომ მაქვს ავთვისებიანი სიმსივნე, ჩემი დღეები დათვლილია, გასაგებია, მე აფხაზეთზე ვნერვიულობ, მე საქართველოზე ვნერვიულობ, მე ყველა ქართველი მიყვარს. ჩემთვის აქვს მნიშვნელობა, მე სახლში მოკვდები თუ ციხეში მოკვდები, თქვენზეა დამოკიდებული. შეიძლება ამას დიდი რეზონანსი მოყვეთ, შეიძლება ეს იყოს გამოუსწორებელი შეცდომა, მარტო ჩემს თავზე არ ვამბობ, ჟავანაძეც გაითვალისწინეთ. ყოველდღე აღარ შეიძლება გაუსაძლისი ტკივილების ატანა. მე არ მინდა სიკვდილი ციხეში, მაგრამ მინდა სამართლიანობა მიზეიმოს და ყველა გაათავისუფლოთ. მე ვალდებული ვიყავი, იქ მივსულიყავი. არანაირი ძალადობა არ ჩამიდენია, ეს ადრეც გამიკეთებია. დეკემბრის თვეში პარლამენტთან. რატომ არ დამიჭირეს, ძალიან მიგვირს. მე თავს მივიჩნევ ვალდებულად, იქ ყოფილიყავი. ვალდებული ვარ ჩემი ხალხის წინაშე და ვალდებული ვარ წინაპრების წინაშე. მე ვარ უბედნიერესი კაცი, რადგან ციხეში არ ვზივარ. არასდროს ვზივარ ციხეში. მე სულ თავისუფალი ვარ და სულ სიყვარულისთვის მოწოდებული. მე აქციაზე წასვლა მაიძულა პასუხისმგებლობამ. რა დავუტოვე ახალგაზრდებს, შვილებს, ამ ბებერმა, ხოკერმა კაცმა, რითაც დავიწყე 82 წელში, ის არის ისევ უარესი. უსამართლობა, უკანონობა, ადამიანის უფლებების ფეხით გათელვა. თქვენ, ქალბატონო ლელა, დაბრძანდით და იმსჯელეთ. რაც შეიძლება მეტი სასჯელი გამომიტანეთ. ავიტან. თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანისთვის ციხე არაფერს წარმოადგენს, როცა საქმე ქვეყნის მომავალს ეხება. ბრალდებული სკამზე ვზივარ, თუმცა დაზარალებული უფრო ვარ. მე მაქვს შეკითხვა აქ მყოფ სამართალდამცავებთან. მაშინ, როცა მშვიდობიან აქციაზე მონაწილე იყენებს თავისუფალ ნებას, აპროტესტებს და სამართალდამცველი მას არბევს წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიით, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი? მიმალვა დამალვა არაა ჩემი სტილი. უკვე 20 წელია გერმანიიდან ვიბრძვი საქართველოსთვის. გერმანიაშიც ათობით და ასობით მუქარა მივიღე, რომ დამიჭერდნენ, თუმცა მაინც ჩამოვედი. მე ჩემი ქვეყნიდან მისამალი არაფერი მჭირს. მე სხვა ემიგრანტებსაც მივეცი პირობა, რომ ისინიც დაბრუნდებიან ქვეყანაში. ბატონო მოსამართლე, გულით ავადმყოფი ვარ, შუნტირება მაქვს გაკეთებული და წამლებს საკუთარი სახსრებით მაიძულებენ რომ ვიყიდო. ეს შეიძლება? მე სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებდი. ჩემი სამსახური რუსთაველის 37 ნომერში მდებარეობს. ორის მენა ვიმუშავე. იმ დღესაც ხალხთან ერთად ვიყავი და არანაირ ძალადობას ადგილი არ ქონია. თავს დავნაშავედ არ ვცნობ. მე მაინც მგონია ვინმე გონიერი მოვა ერთ დღეს და მადლობას მეტყვის რომ ჩემი იოტისოდენა წვლილი შევიტანე რომ იქ იმ დღეს სიცხლის ყრა არ ყოფილიყო. სამსახური დავკარგე, პენსია დავკარგე, ოჯახი ულუკმაპურად დავტოვე. გთხოვთ გამოიჩინოთ ჰუმანურობა. მე არ მინდა სიკვდილი ციხეში, მინდა სამართლიანობა მიზეიმოს და ყველა გაათავისუფლოთ. 63 წლის კაცი ვარ, აქამდე მოყოლებული ოდნავი შეხება არ მქონდა კანონთან. მიუხედავად ამისა, სულ მეშინოდა ერთი რამის დარბაშიზის, ჩემი ქალიშვილი, თქვენი კოლეგა. მეშინოდა კითხვის დასმის, რა დამიტოვე მამამ. რითაც დავიწყე 82 წელში იგივეა. უკანონობა, უსამართლობა და ადამიანის უფლებების ფეხით გათელვა. მე გარეთ ვარ თუ ციხეში ვარ, მაინც ციხეში ვარ. მე ყველაფერს ავიტან. მე მაიძულა პასუხისმგებლობამ, რა დაუტოვე ჩვილებს. ეს ყველაფერი არის იძულებითი ქმედება, თქვენი სასჯელი ჩემთვის აღიარებაა, გვირგვინია. არა ადამიანურ მოპყრობაში და წამებაში რას გულისხმობთ არ ვიცი, მაგრამ ის რაც ჩვენს თავს ახლა ხდება, არის სრული უსამართლობა. საკანში ანტისანიტარიაა და წამლებს არ გვაწვდიან. ევა არის ონკოპაციენტი. მას აქვს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე 2018 წლიდან. ესაჭიროება მუდმივი სკრინინგი, რის საშუალებაც პენტენციურ დაწესებულებაში არ გააჩნია. აქედან გამომდინარე ჩვენ ვითხოვდით, რომ მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო აღკვეთის ნაკლებად შემზღუდავი ღონისძიება. მისი შვილი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, მოთავსებულია 3 თვის ვადით, რომელიც უკვე გავიდა ახლა ეს 3 თვის ვადა და ფაქტობრივად გოგონა რჩება მხარდაჭერის გარეშე უპატრონოდ ქუჩაში მიუსაფარი და არც ეს მდგომარეობა სასამართლოს მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა. ნატრობდი რომ სოხუმიდან ჩამოტანილი დროშა არ გამომეტანა არასდროს, მაგრამ მომიწია. მე ის ვარ ხელში რომ იჭირავს ეს დროშა. მე დროშას მეძახიან. ვერც ერთი ადამიანი ვერ ამიხსნის ლოგიკურად ცოცხალი როგორ ვარ დღეს. ღმერთმა მოახდინა სასწაული. საკონსტიტუციო სასამართლოს მთელ კედელზე დავწერე. ღმერთი სიყვარულია. მე ყოველ დღეს გავდივარ სიყვარულსა და შიმშილს შორის. მშრალი შიმშილობა მაქვს გამოცხადებული. ახლა ყველა ასე ვართ საქართველოში. სიყვარულსა და შიმშილს შორის. თავისუფლება არის სულის ნაწილი, რომელიც ოჯახის, სამშობლოს სიყვარულს, ღვთისმოშიშობას ნიშნავს. ციხის კედლებს ამის შეზღუდვა არ შეუძლია. ჩემი მხრიდან მიმალვა პატიმრობიდან გაქცევა კი არა, უარის პატიმრობაში მოხვედრაა. ოჯახიდან შორს შიში ყოფნა. მიმალვაში მყოფი ადამიანი ფაქტობრივად აღიარებს, რომ დამნაშავეა. ვინმე რომ დამაყენოს არჩევანის წინაშე ვიჯდე გლდანის ციხეში თუ მიმალვაში კარგსასტუმროში ციხეს ავირჩევ.